აჩქარება ამ შემთხვევაში, მაგრამ რადგან ჩვენ მოცემულ კონკრეტულ მაგალითში არ იყო აჩქარება მუდმივი და იცვლებოდა, ესე იგი მოძრაობა არ არის თანაბარ აჩქარებული. კარგით ამათ დაჯერთ. მე მინდა გითხრათ, რომ გალილეო გალილეი ძალიან ცოტა გმელი სურათია, მაგრამ თქვენთვის კარგად ცნობილი ეს ფიზიკოსი გალილეო გალილეი ბურთულას მოძრაობას დახრილ ღარში აკვდებოდა სწორედ იმიტომ, რომ აჩქარებული მოძრაობა შეესწავლა და სწორედ მან დაადგინა, რომ ეს მოძრაობა არის თანაბარ აჩქარებული. ახლა მე თქვენ ჯგუფებში მოგცემთ ისეთ დავალებას, სადაც სწორედ ამის დამტკიცება დაგჭირდებათ, რომ დახრილ ღარში ბურთულას მოძრაობა არის თანაბარ აჩქარებული. ამისათვის ყველა ჯგუფს მოგეცემათ ერთნაირი დავალება, დრო მოგეცემათ ამისათვის მაქსიმუმ 7 წუთი, თუ რომელიმე ჯგუფი 7 წუთზე ადრე დაამთავრებს, რადგან ერთნაირი სამუშაოებია ყველა ჯგუფის, ის ჯგუფი გააკეთებს პირველ რიგში ამ პრეზენტაციას. ანუ ჯგუფების მიხედვით, თქვენ შეგვიძლია რომ თავსიად გამოიწვიოს ერთი ჯგუფი, რადგან ერთად ვარ 10 ბავშვია.